მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი ვარ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარესთან დავით თარხანმოურავთან ერთად ვიქნებით ობიექტივის პირდაპირ ეთერში. დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჩვენ საერთაშორისო ამბებზეც ვისაუბრებთ და ქვეყნის შიდა საკითხებზეც. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, მთელი საერთაშორისო მედია მხოლოდ ერთადერთ თემას აშუქებს, როგორც მთავარ თემას, ეს არის ალიასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, რომელიც შედგება დღეს გვიანღამით, ჩვენი დროით. და საინტერესო არის ის, რომ მთელი მსოფლიოს 700-ზე მეტი ჟურნალისტია უკვე ჩასული ალიასკაზე, არის სამზადისი და არის მოლოდინები. ეხლა რასაც ჩვენ ვეცნობით ექსპერტების შეფასებებს, განიხილავენ სცენარი პოზიტიური, სცენარი ნეგატიური და ალტერნატიული ვარიანტი. მოდით აი ამ თემით დავიწყოთ საუბარი, რას შეიძლება ელოდეს ხალხი, საერთოდ საზოგადოება დაინტერესებული მხარეები ამ შეხვედრისგან. საინტერესო იცით რა არის? ალიასკა, რუსეთი მოგეხსენებათ ყველაზე დიდი სახელმწიფოა პლანეტაზე და ალიასკაც ეკუთვნოდა რუსეთს. თემას ცოტა გადაუხვია, მაგრამ და იმდენად დიდი იყო, ეხლა ძალიან დიდია რუსეთი და მაშინ რომ ვერ პატრონობდა ალიასკას, ვერ უვლიდა ვერანაირად და მიყიდა ამერიკას. 7 მილიონი ფულად მიყიდა ოქროთ. რეალურად ფულად მიყიდა ალიასკა. მაგრამ და ალიასკას თავის დედაქალაქიც აქვს, ეს ერთ-ერთი შტატია ცხადია დღეს ამერიკის. 59. ჯუნო ქვია ამ დედაქალაქს, ის წყნარი ოკეანის ნაპირზეა განთავსებული. ეს არ არის ესეთი ხშირი დასახლების შტატი არ არის. 32,000. საკმაოდ ისეთი მეჩხერია ეს შტატი. მაგრამ საინტერესო რა არის, რომ უყურებ ესე იგი ტელევიზორს და აჩერებენ აი ჩვენ ახალგაზრდებს. და ეკითხებიან, კითხვას უსვამენ, რომ ალიასკა რა არისო ესო, ქვეყანა, შტატია, ქალაქიო და სხვადასხვა შეკითხვებია და საოცარი პასუხებია. სხვა კითხვები და სხვა პასუხებია და საოცარი პასუხებია, რომ ალიასკა არის ცალკე ქვეყანა, ალიასკა არის ქალაქი, ზოგი ამბობს. ზოგი ამბობს შტატიაო, რომელი ქვეყნის შტატიაო და სან-ფრანცისკოსიო. ალიასკა არისო, სან-ფრანცისკოს ქვეყნის შტატი. აი, განათლების რეფორმის შედეგები. იმაზე ხო არაა საერთოდ ეს ეხლა როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მიპყრობილი ალიასკაზე, ხო? სხვა შორის მე არ ვიცი რომელ ქალაქში ხდებიან, მე ვივარაუდე რომ დედაქალაქში ჯუნოში შეხვდებიან, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სად ხდება ტრამპი და პუტინი. მაგრამ აი ახლა ეს პატარა ესეთ შესავალი განათლების რეფორმის შედეგები ჩვენთან. ისე საინტერესო არის თვითონ წინა ისტორიაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ალიასკაზე. იმიტომ რომ აი პირველი რუსულ-ამერიკული კომპანია, რომელიც შეიქმნა, სწორედ ალიასკაში საქმიანობდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდე 1780 წელს იყო ქართველებისთვის რაც საინტერესოა, იყო ევროპული ექსპედიცია, სამეცნიერო ექსპედიცია ალიასკაზე, რომელიც იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ინდოელებს ვეძახით ჩვენ, იქ 2 ტომი იყო მედოვცები, ესე იგი მედოველები და ტლინკიტები. და ამ 2 ტომის შესწავლას დაუთმო თავისი ძალიან დიდი დრო ამ პირველმა ევროპულმა ექსპედიციამ და ამ ექსპედიციას თარხანმოურავი ხელმძღვანელობდა, რო იცოდეთ, იყო ესეთი მეცნიერი თარხანმოურავი ალექსანდრე, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ექსპედიციას. ეს შემიძლია გითხრათ. ძალიან საინტერესო. დავუბრუნდეთ ჩვენ ტრამპი პუტინის შეხვედრას. დავუბრუნდეთ ჩვენ ამ შეხვედრას. რას უნდა ველოდოთ? არანაირ დათმობას. ჩვენ ახლა უნდა და პრინციპში შეიძლება სიტყვები იყოს შვიდობიანი და ლამაზი, მაგრამ არანაირი ურთიერთდათმობა შეთანხმება არ შედგება და ვერ შედგება.
იმისთვის რომ ამას უპასუხოთ ამ კითხვას ძალიან ადვილია უნდა გადავხედოთ როგორც რუსულ ასევე ამერიკულ და ევროპულ საინფორმაციო სივრცეს ვნახოთ რას ამბობენ რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ამერიკელი პოლიტიკოსები და თქვათ ევროპელი პოლიტიკოსები სხვა შორის აი ძალიან საინტერესოა ამერიკული მხარეს რა თქმა უნდა სურს რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ როგორ და ამერიკელებიც აკვირდებიან ცხადია რუსების განცხადებებს და ჩვენ უნდა შევხედოთ როგორ აზროვნებენ რუსები ეხლა რასაც ვამბობთ ეს ჩვენი სიტყვები და ჩვენი აზრები არა ეს რუსების აზრებია ხო რუსები თვლიან რომ მათ დაუთმეს ამერიკას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინ როცა გერმანია გაერთიანდა სხვა შორის ამაში ყველაზე დიდი ღვაწლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვაწლი ედუარდ შევარდნაძეს მიუძღვის რუსები თვლიან რომ მათ დაუთმეს დასავლეთს სოციალისტური ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპა ხო აღმოსავლეთ ევროპა ეს არის გნებავთ იგივე იუგოსლავია გნებავთ იგივე უნგრეთი გნებავთ ნუ ყოფილი იუგოსლავია რომელიც ახლა რამდენიმე ეს არის ხორვატია ბევრი მათ იყო თვითონ სერბეთი ჩერნოგორია ხორვატია ბოსნია გერცეგოვინა ისინი თვლიან რომ ჩეხეთი და სლოვაკეთი პოლონეთი უნგრეთი ყველა ეს ქვეყნები ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაუთმეს და დაუთმეს იმ პირობით რომ დასავლეთი აღარ წამოვა აქეთ და დღეს რუსები ამბობენ რომ ჩვენ ვართ მოტყუებულები ეს არის მათი აზრები რომ ისინი თვლიან თავს მოტყუებულებად და მათ დაუთმეს სირია მათ შეამცირეს ძალიან ლიბიაში თავისი წინააღმდეგობა და დღეს რუსეთი თვლის რომ ეხლა დასავლეთი ცდილობს მათ წაართვას უკრაინის ნახევარი და რუსები არანაირ კომპრომისზე არ აპირებენ ამ კუთხით წასვლას. ანუ რუსები თვლიან რომ არანაირი საუბარი იმაზე რომ ახლა რა არის რას ეუბნება ამერიკა. საქმე იმაშია რომ უკრაინაში დღეს არის როგორი ვითარება ის ტერიტორიები რომელიც რუსეთმა აიღო ეს ტერიტორიები ახლა შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. ერთი ნაწილი ტერიტორიების რუსეთმა კონსტიტუციით უკვე გამოაცხადა თავის საკუთრებად. და არის კიდე ტერიტორიები რომელიც რუსეთმა აიღო მაგრამ არ გამოუცხადებია ჯერ თავის საკუთრებად. და ამერიკა ახლა აპირებს უთხრას რომ ყოველ შემთხვევაში ეს განცხადება გაკეთდა ეს იწერება ინტერნეტ სივრცეში. რომ ამერიკა ეუბნება რომ ის რაც უკვე შენ კონსტიტუციით გამოაცხადე შენ საკუთრებად ამას დაგითმობთ და რაც დამატებით აიღე დატოვე ეს ტერიტორიები რაღაც ვითომ აქედან აპირებს ვაჭრობის დაწყებას. სინამდვილეში ამერიკის მიზანი არის რომ კიევი დაიტოვოს შეინარჩუნოს. აქამდე მას სურდა ლვოვი, ეხლა სურს ლვოვი, მთელი დასავლეთ უკრაინა ეხლა ფიქრობს რომ კიევიც წაიღოს. და უნდა ამის ირგვლივ რომ იყოს რაღაც პოლიტიკური ვაჭრობა. ამ დროს რუსეთს სრულიად სხვა, აი კატეგორიულად განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთი საერთოდ ამბობს რომ არანაირი დათმობა უკრაინის არ მოხდება, არც კიევის და არც ლვოვის და საერთოდ არაფრის. და ლაპარაკიც კი ამაზე არ იქნება. ესაა რუსული პოზიცია. ამ კუთხით შეუვალია სრულად. ის კი არა რუსეთი. რო განვიხილოთ სცენარები პოზიტიური, ნეგატიური და ალტერნატიული, რაღაცა სხვას უნდა ველოდეთ. რუსები არიან ძალიან გაღიზიანებულები, დუხს რუსეთი, ამას დაემატა ეს ანგეზურის დერეფანი, იმიტომ რომ რუსეთს მიაჩნია რომ ამერიკა ცდილობს კი არ ცდილობს რუსები პირდაპირ ამბობენ რომ საქართველოს დავთმეთ წაიკითხეთ რუსული ინტერნეტ სივრცე და სომხეთს არ დავთმობთ და ამერიკა ეხლა გვართმევს სომხეთს რუსეთი საერთოდ ამ კუთხით რას ამბობენ რუსები ისინი ამბობენ რომ აი ჩვენ ყველანაირად შევინარჩუნეთ სომხების სახელმწიფო ნამდვილად სომხებს სახელმწიფოებრობა არ ქონდა 800 წლის განმავლობაში სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და საქართველოს მეფის გამგებლობის ქვეშ იყო, მაგრამ თვითონ საქართველოს ქართლ-კახეთის მეფე იყო ირანის ვასალი და სომხეთიც ირანის ვასალი იყო ამ კუთხით. მეორე ნაწილი თურქეთს ჰქონდა წაღებული და სომხეთის საერთოდ როგორც სახელმწიფოც და სამთავროც კი არ არსებობდა, საქართველოს კი მაინც ინარჩუნებდა სახელმწიფოებრიობას. და მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოხდა სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
ხა რუსები ამბობენ რომ ჩვენ მათ აღუდგინეთ სახელმწიფო, ჩვენ მათ მივეცით ყარაბაღი, მათ ჩაგვარტყეს დანა ზურგში. თუმცა საჯაროდ გააკეთა რუსულმა მხარემ ისეთი განცხადება, მე ვიტყოდი დიპლომატიური, რომ თუ ეს სასარგებლო იქნება სომხეთისთვის, ესე ილაპარაკებენ. მაშინ ეს არ ნიშნავს რომ ესე ფიქრობენ, საჯაროდ ესე ილაპარაკებენ. ახლა რუსები ამბობენ რომ სომხეთმა გვიღალატა პაშინიანი მაუარყო რუსეთი წავიდა ამერიკისკენ, ამიტომ ჩვენ ესა რუსების აზრები, ჩემი აზრები არ არის, ამიტომ ჩვენ ახლა აზერბაიჯანს შეუწყეთ ხელი, დაუბრუნეთ ყარაბაღი და აზერბაიჯანმაც დანა ჩაგვარტყა ზურგში. ეს მათი აზრებია, აი რა ხდება იქ. ამიტომ რუსეთი ახლა და მთელი რუსული პოლიტიკური სპექტრი ითხოვს კატეგორიულ ხისტ პოზიციას და ნაბიჯებს პუტინისგან და ნაბიჯებს. რა იგულისხმება ამ კატეგორიულობაში? რუსეთი ამბობს, რომ კავკასიაში, კერძოდ სომხეთში უნდა აღვადგინოთ ჩვენი ძალაუფლება, ეს როგორ შეიძლება გავიგოთ? მხოლოდ ერთადერთი გზით, რომ ეხლა მოსახლეობა და ეკლესია სომხეთის წინააღმდეგია პაშინიანის და უნდა მოხდეს ესე იგი ამის გამოყენება, რომ პაშინიანი ჩანაცვლეს, სხვანაირად ამ სიტყვების გაგება შეუძლებელია. რუსეთი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან უნდა აზერბაიჯანიშიც უნდა დავამყაროთ წესრიგი და არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვები, მხოლოდ იმ გაგება იმას ნიშნავს, რომ დაიძულონ პრეზიდენტი ალიევი, რომელიც მე სულ ვამბობ, რომ ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი აღმოჩნდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია პოსტსაბჭოურ სივრცეში. და რუსები ამბობენ, რომ სომხეთის მერე უნდა აზერბაიჯანი მოიყვანონ გონს და არ ვიცი ეს როგორ მოხდება. აზერბაიჯანთან უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ იქ თურქეთია. ხო და ამიტომ ვიძახი რომ მე ჯერ ვამბობ უბრალოდ რა ხდება დუღს რუსული პოლიტიკა, დუღილის ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. და რუსები ამბობენ რომ არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეთ ჩვენ არც უკრაინის საკითხში და არც კავკასიის მით უმეტეს. ამიტომ იმის ვარაუდი რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან პუტინი და ტრამპი პერსპექტივაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში, მე მგონი საერთოდ არასერიოზული ამაზე ფიქრი. რაზეც არ უნდა შეიძლება სიტყვიერად რაღაცაზე ხა მოილაპარაკონ, რა თქმა უნდა დიპლომატია ერთმანეთს ტკბილი სიტყვით დაელა. დიპლომატიის თავარი არსი არის ტკბილი სიტყვით საუბარი, მათ შორის მტერთანაც. ესენი ახლა აშკარა მტრები არიან, იმიტომ რომ უკრაინაში არის არა უკრაინა რუსეთის ომი, არამედ რუსეთ-ამერიკის ომი. და ამ ომის ფარგლებში ამერიკა ცდილობს უკრაინის ნახევარი დაუტოვოს რუსი ნახევარი არა 25-30%-მდე მისცეს რუსებს დანარჩენი წაიღოს თვითონ და ეს არ არის დღეს შექმნილი ან გუშინ შექმნილი გეგმა ზუსტად ამას ვამბობ ჩვენ რომ ამერიკა მოქმედებს და ეს გეგმა 20 წელიწადია არსებობს და ამ გეგმას და მეტიც ის მიზანმიმართულად ეს გეგმა შეყავს ზალაში მან წაართვა აღმოსავლეთ ევროპა რუსეთს მან წაართვა რუსეთს იქით სირია იქით ლიბია ეხლა ის ართმევს რუსეთს ცდილობს წაართვას უკრაინის დიდი ნაწილი 70% და ცდილობს წაიღოს კავკასია ის პრაქტიკულად ყველა მხრიდან რუსეთს უქმნის პრობლემებს თუმცა ამ დროს ამას თან ზევს ტკბილი ლაპარაკი რომ ჩვენ ვართ მეგობრები ასევე ეხლა რუსეთ დღეს შეხვდებიან პუტინად რა თქმა უნდა დედას ერთმანეთს არ შეეგინებენ შეხვდებიან ტკბილად ისაუბრებენ იტყვიან რომ ეს ისტორიული შეხვედრაა რომ ორივეს გვინდა მშვიდობა არ ვიცი კიდე რა სიტყვიან მაგრამ რაც არ უნდა თქვან და რაზეც არ უნდა მოაწერონ ხელი მე გეუბნებით რომ ამის უკან იქნება მხოლოდ ომის ესკალაცია პირიქით დააკვირდით გუშინ რუსებს ნელ-ნელად კეპნიდნენ ალვის თითო კილომეტრით მიდიოდნენ წინ და გუშინ 10 კილომეტრით წაიწიეს წინ უკრაინაში. ამით დაანახეს ტრამპს რომ გვაქვს რესურსი და შეგვიძლია იქ წინსვლა. და აუცილებლად ესკალაცია იქნება, არანაირი მშვიდობა არ იქნება არც კავკასიაში და არც უკრაინაში. მაინც როგორი საინტერესო არის თვითონ საერთაშორისო პოლიტიკა და ურთიერთობები და აი ეს დიპლომატიის კუთხითაც. და ეხლა რას გულისხმობ და კიდევ მანევრირების, სამხედრო მანევრირების კუთხითაც. ყველა ელის ტრამპი პუტინის შეხვედრას, მაგრამ აი ამ შეხვედრას წინ უსწრებს ჯერ სირია, ირანის თემა, მერე წინ უსწრებს ამ შეხვედრას ზანგეზურის თემა, აი ესე მიდის მაგიდასთან ტრამპი. მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს თავისთავად ამძიმებს ხო ამ პროცესს. რა თქმა უნდა მე წინა ჯერზე ვთქვი, როდესაც ჩვენ საუბრობდით ბატონ ზაზა შათერიშვილის წერილზე, მე ვთქვი რომ არ შეიძლება ესე ტრამპი არის ძალიან სერიოზული პრეზიდენტი,
აღმოჩნდა ის ძალიან დიდი პრეზიდენტია. ის შეეცდება რომ რევოლუციური ნაბიჯები გადადგას დგავს კიდევაც და ამერიკისთვის სასარგებლო ცხადია და ტრამპიც კი რუსეთის აგენტობაში იყო დადანაშაულებული. ნუ აი წარმოიდგინეთ სიდურაკის რამხელა და სისულელის რამხელა დონესთან გვაქვს საქმე. ეს ერთი ხალხია ეს ბაიდენი, ეს ფსევდოლიბერალები, ქართული, ამერიკული, ევროპული, ყველა ერთია. ყველას რუსეთის აგენტებად რაცხავენ, ტრამპიც კი შერაცხეს. ახლა ტრამპი როგორ არის რუსეთის აგენტი, ტრამპის დროს ყველა გარშემო ომები დაიწყო და ყველა წარმატებულია. ყველა მათ შორის ნებავთ ირანში. და ეხლა ცდილობს კიდე ამას კავკასია წაართვას. არ მინდა რომ აზრი გაგიწყდეთ, მაგრამ ამ თემას აგრძელებს რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალბატონი ტულსი გაბარდი მან X პლატფორმაზე გამოაქვეყნა რაღაცა სენსაციური დოკუმენტები ობამას დროინდელი ალბატონი თუ არ ვცდები არის ესე იგი CIA-ის ანუ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და გამოაქვეყნა დოკუმენტური ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი CERUS რომ ეძახიან მასალები გამოაქვეყნა მოკლედ რომელიც ამტკიცებს ობამას ადმინისტრაცია დაზვერვის სამსახურთან ერთად როგორ ქმნიდა ანუ აყალბებდა თემას თითქოს რუსეთი ერევა ტრამპის არჩევნებში და ძალიან მძიმე მასალებზე არის საუბარიო და ფაბრიკაციაზე პირდაპირ უსვამს ხაზს და ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე აი თუ პროგრამისტები აჩვენებენ კადრში ამ დოკუმენტებსაც შეავლებს თვალს ჩვენი ტელემაყურებელი ესეც მნიშვნელოვანი თემაა ხო? რა თქმა უნდა ეხა ჯერ ეს ერთი ამ მოლაპარაკების წინ ცდილობენ რომ რაღაცნაირად მოიგონ პუტინის გული თავიდანვე საერთოდ ის ბრალდება რომ რუსეთი ერევა ამერიკის არჩევნებში თავიდანვე სისულელე იყო ხა რუსეთს არანაირი რესურსი არანაირი ძალა არასოდეს არ ქონია რომ ამერიკის არჩევნებში ჩარეულიყო ასეთი ძალა მას არასდროს არ ქონია და ეს თავიდანვე იყო ესრული ბოდვა რომელიც შეიქმნა ტრამპის წინააღმდეგ რო ესე იგი თითქოს რუსები ტრამპს ეხმარებიან როგორ შეუძლია რუსეთს ტრამპს დაეხმაროს ამერიკაში არჩევნებში. ნუ აი წარმოიდგინე რა ბოდვაა, მაგრამ ხალხი უკვე ისე გააბრუეს მთელ სოფლიოში, რომ ნებისმიერ სისულელეს ეუბნებიან და მე ეს ხალხი ამას იმეორებს და ამერიკის მოსახლეობას და ნაწილს, მოსახლეობის ნაწილს და ამერიკის ჟურნალისტებსაც კი, კაცო მე თვითონ ცნობილი ჟურნალისტები მყავს ნანახი ეთერში, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ გჯერაო, ესე იგი, აი ამ ცენტრალური დაზვერვის მოკლედ სამმართველოს. ჩვენ გჯერა ამ დაზვერვის მონაცემების, რომ ამერიკის არჩევნებში რუსები ერეოდნენ და ერთი ჟურნალისტი ერთ-ერთი თუ გაქვთ ნანახი ინტერვიუ პუტინსაც ეკითხება, რომ აი რო ჩაერიეთო და იმან უთხრა როგორ ჩავერიეთო რა მტკიცებულები როგორ აბა თითის ანაბეჭდი რა თითის ანაბეჭდებიო პუტინმა უთხრა რომელი თითის ანაბეჭდები შეიძლება ამაზე იქნებოდა სქელტანიანი დოკუმენტები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიდნენ რუსული ჰიბრიდული ჩარევა იგივე საქართველოს მაგალითზეც ეს აბსურდი აქაც გრძელდებოდა და მე ძალიან მაინტერესებს თამარ კინწურაშვილი რომელიც აი სქელტანიან დოკუმენტებს სიყალბეს და ფაბრიკაციას ქმნიდა დღეს რა კომენტარს გააკეთებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას გასაგებია რომ საბოლოო ჯამში ამერიკის დაზვერვა ამბობს დღეს რომ ტყუილი იყო არანაირი ჩარევა და მით უმეტეს ტრამპის სასარგებლო ჩარევა არ ყოფილა და არ შეიძლება ყოფილიყო და ამ ხელს ახლა დაწყებული ობამადან ობამას ადმინისტრაციასაც და ბაიდენის ადმინისტრაციასაც იმაში რომ ისინი ტყუილ ბრალს დებდნენ, სრულ ბრალდებებს უყენებდნენ ტრამპს რუსეთთან კავშირებში. ეს პროცესი ასახვას პოებდა საქართველოს პოლიტიკაშიც. საქართველოს მთელი პოლიტიკა ბოლო 20 წელი ზუსტად იმაზე იყო სააკაშვილების აგებული რომ ყველა რუსეთის აგენტია და ეს იყო თავიდან ბოლომდე დიდი სიცრუე და ტყუილი, მაგრამ თუ შენ ყოველდღე ხალხს ეუბნები რომ აი ესენი არიან რუსეთის აგენტები, ესენი პრორუსები, რუსების აგენტები, ხალხი ბოლო-ბოლო ვიღაცა იჯერებს ამას, ნუ დაუსრულებლად ამ ტყუილ სისულელეს და აი ამ უზნეობას რომ ჩადიხარ. ბოლო-ბოლო ვიღაცა რაღაცას იჯერებს და მაგრამ მეორეს მხრივ ხალხის დიდ ნაწილს ზულდები და შეძულდა კიდევაც ესენი. მოკლედ არაფერს არ უნდა ველოდოთ. კიდევ ამბობ, არაფერი არ მოხდება ამერიკაში, იქნება საუბარი
დიპლომატიური, იქნება ტკბილი სიტყვები, იქნება პატივისცემის გამოხატვა, მოფერება, წითელი ხალიჩები, მაგრამ ან საერთოდ არაფერზე არ შეთანხმდებიან, ან რაც არ უნდა შეთანხმდნენ, არაფერი არ შესრულდება პირიქით. ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან მძიმე ძალიან დამძიმებას ვითარებისა პოსტსაბჭოურ სივრცეში, ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან სერიოზულ დაძაბულობას და ესკალაციას ვითარებისა სომხეთში, შემდეგ აზერბაიჯანშიც და უკრაინაში ცხადია უნდა ველოდოთ ძალიან დიდ ესკალაციას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ფრთხილი მოქმედებები არის საჭირო, ხო? რომ ჩვენ არ მოვყვეთ კიდევ რაღაცა გლობალური ინტერესების დაპირისპირებაში. საქართველომ ყველასთან ტკბილი სიტყვა უნდა გამოიყენოს. საქართველომაც ის დიპლომატია უნდა გაატაროს, რა ის ხაზი დიპლომატიის, რასაც ატარებს ახლა გნებავთ ტრამპი. ანუ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევქნათ დაძაბულობა არც ამერიკელებთან, არც რუსებთან. ტკბილი სიტყვა აქაც საჭიროა. ამიტომ მე მოუწოდებ ყველას, რომ ტკბილი სიტყვა იქნას გამოყენებული როგორც ტრამპის და ამერიკის მისამართით, ასევე რუსეთის მისამართით. არანაირი დაძაბულობა, ლანძღვა, გინება და გაღიზიანება ეხლა არავისი არაა საჭირო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ეს ინტერესები ამ ეტაპზე არის საკუთარი თავის შენარჩუნება. ეს ერთი მართალია ძალიან მძიმე ვითარება შექმნა ჯერ სააკაშვილმა და ამ ხელისუფლებამსაც აფერი დაუკლეს სოხუმის და ცხინვალის კუთხით, არანაირი სიკეთე იქ არა გვაქვს და არ ვიცი საერთოდ ეხლა რა შანსები გვაქვს იქ, გვაქვს თუ არა საერთოდ უკვე შანსები, რაშიც უდაოდ არის ჩვენი ბრალი, მუდმივი ლაპარაკი რომ ყველაფერი ეს რუსეთის ბრალია ტყუილე, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ 30 წელი ამ კუთხით ეხლა. სიმართლე ხო უნდა ითქვას, პირიქით ეხლა სააკაშვილმა რო დაიწყო, იქიდან მოყოლებული დღემდე თქო. სოხუმში და ცხინვალში ჩასulis გამო ხალხს იჭერდნენ და ყველანაირი იზოლაცია ხდებოდა ყველანაირი ამ ტერიტორიების. ყველანაირი და იქაურ ადამიანებს პასპორტებს არ ვაძლევდით. აქ შემოსვლას უშლიდით, აქედან იქ ჩასულები, ძალიან ბევრი სირთულეს ვქნიდით, ყველა კუთხით სრული მოწყვეტა და იზოლირება მოხდა ამ რეგიონების. ეს ხო ჩვენ გავაკეთეთ, კაცო. და კანონებს ვიღებ და ჯერ სააკაშვილო არც ამ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია სასიკეთო ამ კუთხით. ერთი ხატი ჩავაბრაძანეთ, ამ ხელა ამბავი გავაკეთეთ, იქ დათბობა დაიწყო ურთიერთობის და ყველანაირი სიბოროტე ჩაიდინეს ამათმაც და იმათმაც, მიშებმაც და ამ ქართულმაც ყველამ, რომ როგორმე იქ რაღაც ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. აი ეს ხო სიმართლეა. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რომ როგორმე ჩვენი პოზიციები გავაუმჯობესოთ და არ გავაუარესოთ პირიქით. თუ შეხვედრა სწრაფად დამთავრდება, იცოდეთ რომ ეს შეხვედრა ძიმე იყო და ამ შეხვედრას არ ექნება პოზიტიური შედეგები. აი ესეთი რაღაცნაირი ტესტი შესთავაზა ტრამპმა მთელს მსოფლიოს, რომელიც აკვირდება ამ პროცესს, სწრაფად დამთავრდება თუ ხანგრძლივი შეხვედრა იქნება. ნელა რო დამთავრდეს სწრაფად, რო გაიწელოს ეს შეხვედრა და ხანგრძლივი იყოს, არ ნიშნავს რომ შედეგი იქნება. მე ვამბობ, ამ შეხვედრას არაფერი შედეგი არ ექნება. არის ორი ვარიანტი. ვარიანტი პირველი, რომ შეხვედრა საერთოდ საკმაოდ ისე აი ხისტად დასრულდება. და მეორე ვარიანტი რომ ძალიან ტკბილი და თბილი სიტყვებით დასრულდება, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ექნება შედეგი. ყველა შემთხვევაში რუსეთის პოზიცია იქნება ძალიან მტკიცე, ის გააგრძელებს პოსტსაბჭოურ სივრცეში ბრძოლას. რუსეთი თვლის და რუსული პოლიტიკა თვლის, რომ თუ დაითმო ეხლა უკრაინა და კავკასია, ამის დათმობა თუ მოხდა, მაშინ საერთოდ შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის დაშლა. და ამიტომ უკან დასახევი გზა არა აქვს, არ მოხდება ეს. ეხლა მინდა აქეთ გადმოვხტე ზანგეზურისკენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურებადობა და გამოხმაურება მოჰყვა ფრაგმენტს, რომელიც გაავრცელა ობიექტივმა სოციალურ ქსელში. თქვენი კომენტარი არის ეს საერთოდ ამ ზანგეზურის
თემასთან და ტრამპის დერეფანი რომ უწოდეს აი ამ გზასთან დაკავშირებით და ბევრი სხვადასხვა შეკითხვები იყო, დისკუსია გაიმართა, რაც თავისთავად ძალიან კარგია ჩაერთო საზოგადოება განხილვაში და რაღაცა თვალში მეცა ერთ-ერთი კომენტარი და მე გაიჟღერა კიდეც თუ არ ვწდები ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საუბრობდა ერთ-ერთი ექსპერტი, რომ ესე მალე კი არ მოხდებაო, ანუ ამ დერეფნის გაყვანაზე ლაპარაკობდა, ამასო წლები ჭირდებაო და 7 წელიო და 8 წელიო და თითქოს ვითომ რო იტყვიან რაღაცა დატვირთვას და აქტუალობას უკარგავდა ამას და მე რაო იქით მოხდებაო. ეს არის ჩვეულებრივი უგუნურობა და ესეთი უგუნურობა ზოგადად მთელ ამ ფსევდოლიბერალებს ახასიათებს და შურის გამოვლენა. მათ შურთ რომ თვითონ ვერანაირ აზრებს ვერ აყალიბებენ და თუ შენ რაღაცა სწორს იტყვი ეს შურთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯერ პირველი და მთავარი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზანგეზურის დერეფანი 1 წელიწადში აშენდება 4-ში თუ 7-ში. ეს დერეფანი არის ალტერნატივა საქართველოსთვის. ამ დერეფნით გაივლის ტვირთები და საქართველო ამით დანაკარგს ნახავს ეკონომიკას. და თუ ეს მოხდება 8 წლის მერე და არა 2 წლის მერე, ეს არანაირად ჩვენ არ გვიმსუბუქებს ვითარებას. 8 წლის მერე რომ ჩვენი ტვირთების ბრუნვა სერიოზულად შემცირდება, ეს რა უნდა გაგვიხარდეს? ეს ერთი. მეორე, ლა-მანში ეს არის სრუტე დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის და ამ სრუტის ქვეშ, წყლის ქვეშ აშენდა გვირაბი, რომელშიც მატარებლები დადიან და ეს გვირაბი 7 წელიწადში აშენდა. და იმის ფიქრი ახლა რომ ზანგეზურის დერეფანსაც დაჭირდება 7 ან 8 წელი, მე მგონი არ არის ობიექტური ხედვა. მეორე უნდა გითხრათ, არ არის შორს წასვლა საჭირო, აგერ რიკოთის უღელტეხილზე გადაბრძანდით, იქ არის ერთ-ერთი მანქანა დანადგარი არასაუკეთესო მსოფლიოში, ხას უსვავ, არასაუკეთესო მსოფლიოში, რომელიც დღეღამეში გვირაბს ჭრის 60 მეტრს სრულად. სრულ გვირაბს თავის ყველაფრით 60 მეტრს დღეღამეში. და ეს ალბათ უნდა მიხვდეთ, რომ გვირაბიც რო იყო, აი სუკლდე რო იყოს ზანგეზური, 2 წელიწადში გაიჭრებოდა ეს გვირაბი. მაგრამ არ არის იქ გზა არის და ავტომობილები ეხლაც არის საავტომობილო გზა, მართალია ეს ძალიან ცუდი გზა არის, მაგრამ მაღალი გამავლობის ავტომობილები დადიან იქ, გავლა შეუძლიათ. არ აქვს ხო ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, იმის ფიქრი რომ ამას 8 წელიწადი დაჭირდება არ არის სწორი, ეს უბრალოდ უცოდინრობაა, მეტი არაფერი. თუ ვიღაცას ხელოვნურად უნდა რომ ეს შეანელოს, ეს სხვა საკითხია და თუ ვიღაცა სურვილი აქვს რომ ეს ააშენოს, ეს 1 წელიწადში აშენდება. ისე ნორმალური სახელმწიფო საფრთხეებსაც, პერსპექტივასაც წინასწარ უნდა თვლიდეს 10-15 წლის იქით რა იქნება. მაგრამ 8 წლის მერეც რო იყოს, ან 10 წლის მერეც რო იყოს რა, ეს ჩვენ რამე სიკეთე მოაქვს ამას ჩვენთვის? აი ესეთი უგუნური აზრები ახლა არა ეს პრობლემური, მთავარი რა არის, ჩვენ და გვესმოდეს რომ ზანგეზურის დერეფანი არის რა, ნუ ეს არის ის რა ჩვენთვის კარგი არაა, მაგრამ ნუ ეხა ჩვენ მე თქვი წინა ჯერზე ჩვენი პოლიტიკა, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიძლება იყოს იმაზე ჩამოკიდებული იქნება თუ არ იქნება ზანგეზურის დერეფანი. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ეს ეკონომიკება პირველ რიგში ტვირთების ბრუნვაზე კი არ უნდა იყოს როგორც დღეს არის. ეს უნდა იყოს სულ სხვა ციფრული ეკონომიკა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ტვირთბრუნვაზე და ეს არ გვაქვს ჩვენ. და თუ ამას 8 წელი ჭირდება, რაც ტყუილია, ჯობია ამ 8 წელში ეს ციფრული ეკონომიკა განვავითაროთ. მოусმინოთ ჩვენს ტელემაყურებელს. გამარჯობათ. ბატონო დავით კალიატონალიევო. გამარჯობათ. ვიწევ თქვენს ანალიზებს. დაბალანსებული ანალიზია თავის თქვენ ისაღები. საქმე რაცია ისე ზანგეზურზე კი არ არის დასწავლად. აქ საუბარია ნატოს, ამერიკის გავლენაზე. ეს დილო როგორმე ნატო ჯარი დაუშვას ირანს. ხელში აკაცები ირან ვერ მოინელეს, ეს ირანზე ვერ მოინელეს, საფელახავს ვერ გადაყლავ. ამით იმდაჭირდა შუაზია როგორმე ჩამოაცნიოს
ჯერ ჩამოაწილებს რა გაატარებენ ეს პროგრამა. ეს აბუნაგები ხალხი და დაქეს ამერიკას. ამის შესაძლებელი. მიდიშა ესე ფარული ბრძოლა ამ სტრუქტურის გადასანაცვლებლად. და უნდა რომ პირველი იყოს ამ გადანაწილებაში ამერიკა. დაგაუგეთ აგერ ევროპას. ევროკავშირი. მე თქვენ დაგირეკავ, ან არ დაგირეკავ. მოლაპარაკების ცენტრი. როგორ უნდა შეიძლება. რას აღმოაჩენთ ევროკავშირი, არაფერს არ აღმოაჩენთ. დღეს შემიძლია ეს რაღაცაზე ვისაუბროთ, დღეს შეხვედრა. იქნება შეხვედრა შეხვედრისათვის. აქ უკრაინაზე ნაკლე საუბარი იქნება, უფრო სხვა რამებზე იქნება გადანაწილება და იმ ბირთვული ქობინების მიტანაზე იქნება საუბარი. შეიძლება რუსეთმა ესეთ რამეს ესწავლოს, მაგრამ თუ მე არ შემეცდებით, მე ირანს გადავხდე. მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის. ნუ მე ვიზიარები მას, რომ მე უკვე ვთქვი ეს, რომ ამ შეხვედრაზე რა საუბარიც არ უნდა შედგეს, არანაირი შეთანხმებები არ მოხდება. მიღწეულია ის ზღვარი, რომლის იქით რუსეთი არ წავა, ამიტომ ეხლა ყველაფერი იქნება მორევაზე. აი ეს უნდა გავიგოთ ჩვენ. ყველაფერი აწი იქნება მორევაზე. რაზეც არ უნდა ილაპარაკონ, რაც არ უნდა უთხრან ერთმანეთს და რაც არ უნდა გამოაცხადონ, რომ ამაზე მოვილაპარაკეთ, ან იმაზე მოვილაპარაკეთ. სინამდვილე და რეალობა იქნება სრულიად სხვა. რეალობა იქნება ის, რომ აწი ყველაფერი მორევაზე იქნება. სადაც შეძლებს ამერიკა რომ რუსეთს მოერიოს, შეძლებს უკრაინაში მოერიოს. რა ფარგლებშიც მოერევა, იმ ფარგლებს დაიტოვებს თვითონ. მოერევა კიევში, დაიტოვებს კიევს. მოერევა უფრო მეც სიღრმეში, დაიტოვებს მეც. რუსებიც მორევაზე გადავლენ. მოერევიან, ანუ აიღებენ კიევს, დაიტოვებენ კიევს. ანალოგიური ვითარება იქნება კავკასიაშიც. სომხეთი იქნება პირველი გამოცდა და სომხეთში რუსები შეეცდებიან, რომ აღადგინონ მთლიანად თავისი კონტროლი. შეძლებენ, ესე იგი, მოერევიან იქ ამერიკას. დაიბრუნებენ სომხეთს. თუ არა და სომხეთი დაკარგვის პირასა, პრაქტიკულად გავლენის კუთხით დაკარგულია უკვე. ერთადერთი რომ იქ სამხედრო ბაზები აქვს, თორე რეალურად სომხეთი უკვე დაკარგულია რუსებისთვის, პოლიტიკურად საერთოდ არ ემორჩილება და არ უწევს, არ ემორჩილება სხვა არის, ანგარიშს არ უწევს. ერთადერთი რაც ახლა დარჩა რუსეთს, რომ უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც სომხეთს აქვს საჩუქრად რუსეთისგან, ეს შეუწყვეტოს. მაგრამ ამას მოყვება ისევ იგივე სომეხი ბიზნესმენების, მოსახლეობის, ასევე მე ვთქვი, რომ ეკლესია ძალიან უკმაყოფილოა და მოღალატედ მიიჩნევს პაშინიანს, ანუ რუსები შეეცდებიან პაშინიანის შეცვლას იქ. მოერევიან იქ ამერიკას, იმიტომ რომ პაშინიანი ამერიკის კაცია, ესე იგი დაიბრუნებენ სომხეთს. ვერ მოერევიან, ანუ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავაკვირდეთ, ვინ ვის მოერევა. და აი ძირითადი ბრძოლები ამ მორევაზე იქნება სწორედ კიევი, ერევანი, ბაქო. აი ეს ეხლა ეს სამი ცენტრი იქნება. თბილისი ჯერ არ იქნება აქ და ჩვენ უბრალოდ თუ ასადმე არ გავეკვეხეთ ჩვენ. ისე ეს გაკვეხება ძალიან გვახასიათებს ხოლმე. უდროოდროს აღმოჩნდებით იმ ადგილზე, სადაც მე ვფიქრობ, ეხლავე წინასწარ მეტყველებ, რომ ძალიან დიდ ნაბიჯებს ვითომ პროამერიკული ლიბერალური ფრთა, რომელშიც 80% თავად არიან რუსეთის აგენტები, ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს სადღაც გაეკვეხოს და რაღაც უბედურებაში აღმოჩნდეს. ძალიან საინტერესოა ისიც და ამაზეც მინდა ტელემაყურებელსაც საინტერესებს ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა, რომ აი ამ კონტექსტიდან ზელენსკი საერთოდ ამოვარდნილი, გაწეულია. ნუ იმიტომ რომ ზელენსკი არავინ არ არის, ზელენსკი არის ადამიანი, რომელიც ფულის კეთებით არის დაკავებული. მეტი არაფერი. ზელენსკი არის პოლონელი ებრაელი, რომელიც ფულს შოულობს ამ საქმეში. და უკვე იშოვა, მილიარდელი გახდა. უკრაინა მას ბაპატიეთ სუფეხებზე კიდია, მთელი ტერიტორიები დაანიავა დაყიდა და მისი მომავალი თავის მომავალს სულ სხვანაირად ხედავს. ზელენსკის აქვს ახლა ერთადერთი სურვილი, როგორმე გამოძვრეს მთელი ამ ვითარებიდან, წავიდეს ამერიკაში და იკითხოს ლექციები. იქნება ლექტორი, რომელიც მოყვება როგორ ებრძოდა რუსეთს და თან მილიარდელი ლექტორი. მან ახლა თავის ტაკი მასხარა ცხოვრებაში მაქსიმუმის მაქსიმუმს მიაღწია.
კი, მაგრამ შეიძლება სხვა უფრო ტრაგიკული სცენარიც განვიხილოს. არა მგონია, მე მგონი მაგას გააკეთებს ზუსტად, რომ აღმოჩნდება ბოლო-ბოლო ამერიკაში ლექტორად. აი ეს იქნება და ბედნიერი ლექტორი იქნება, პატივისცემით შეხვდება მსოფლიოში ხალხი როგორც ყოფილ პრეზიდენტს და მოყვება არა მარტო ამერიკაში, ჩავახან ბრიუსელში, ხან კიდე სადმე და ლექციას წაიკითხავს, როგორ ებრძოდა რუს დამპყრობლებს. აი ეს იქნება. იმას კი არა, როგორ გაყიდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიები, არამედ როგორ ებრძოდა რუსეთს, ეს იქნება. ბატონ დავით, მინდა ეხლა გადაცემის ეს ნაწილი საქართველოს და ჩვენს თემატიკას დაუთმოთ. და თავარი საკითხები, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ხა წეღამ საუბრობდით ციფრული ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ჩვენ მრავალი წელია გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენი პროგრამა, იმიტომ რომ რეალისტურია, რაზე ჩვენ საუბრობდით, მაგრამ კიდევ და კიდევ დღევანდელი გაჭირვებული სიტუაცია ამ ქვეყანაში აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ მე რამდენი წელია, ოჯახური ბიზნესის ხელშეწყობის და დახმარების, იმიტომ რომ ამდენი წლის მანძილზე, აი 2014 წლიდან დღემდე, ჩვენ რომ დაგვეძრა ეს პროექტი, ანუ ხელისუფლებას რომ დაეძრა, დღეს ხომ იქნებოდა რაღაცა სეგმენტი მაინც ხომ ქვეყანაში ამ საოჯახო ბიზნესის რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს წვრილი და საშუალო ბიზნესი და არ ესმის, რომ ამაზე უნდა იდგეს ქვეყანა. ეს ცოდნა მას არ გააჩნია, უკვე 12 წელიწადია ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაში არის და ეს ცოდნა ვერ მიიღო. მოდიან და მიდიან პრემიერ-მინისტრები, ამ ცოდნას ვერ იღებენ და ნელ-ნელა იზრდებიან. შეიძლება 30 წლის მერე ესენი მიხვდნენ ამას. იმიტომ რომ ეს მათ საერთოდ არ ესმით, რომ ამათი ფუნქცია არის ხალხს ემსახურონ. საერთოდ არ ესმით, რომ ამათი ფუნქცია არის რაღაც გააკეთონ ადამიანებისთვის. ეს რაღაც ამათ არ ესმით. და შესაბამისი ცოდნაც არ აქვს. და არც აქვთ ინტერესი, რომ ეს გააკეთო. აი მაშია საქმე. მარტივი რამეა, კვლავ ამბობ, ხელისუფლების თავარი ამოცანა არის ყოველ 6 თვეში ერთხელ გითხრას კონკრეტული ადამიანების გვარები, ვისაც ის დაეხმარა და ვისაც აუწყო ბიზნესი. ეს არ ესმის ამ ხელისუფლებას და 12 წელი ვერ გაიგო და ვერც გაიგებს. ამათ გონიათ, რომ ადამიანმა თვითონ უნდა ააწყოს ყველაფერი. კიდევ ვიძახი, პოსტინდუსტრიული ეპოქაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია პირველ რიგში მაგალითად, ხო? სამხრეთ კორეა. პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში მთავარი ამოცანა არის შეუქმნან ადამიანს პირობა, რომ მან მაქსიმუმი თავისი პოტენციალის გამოავლინოს, აი მაქსიმუმი გააკეთოს, რა შესაძლებლობებიც არის. ეს პირობა უნდა შეუქმნას ხელისუფლებამ. პირობა და არ უქმნის ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არ არის, ფიქრობს რომ ვალდებული არაა რომ რამე პირობა შეგიქმნას. უარესი აქ რა ნიჭი და პოტენციალიც აქვს ადამიანს, ისიც კვდება და რა თქმა უნდა ისიც კვდება. ეს არ ესმით ამათ. კვლავ და კვლავ ამბობთ, მარტივი რაღაცა, აი დააკვირდით. ნუ აქ იმდენი საკითხებია. პირიქით, კაცო, გაყოლეფვაზეა ყველაფერი, აი მარტივი რამეა, აი უბრალო შეკითხვა. რა თქმა უნდა, ქუჩაში სადაც ავტომობილები დგას, აუცილებელია რომ მიწაზე, ასფალტზე იყოს ნახაზი, მანქანასად უნდა გაჩერდეს, მონიშნა, ეს კარგია და წესები უნდა იყოს დაცული, მაგრამ რატომ უნდა იყოს კორპუსის წინ გადასახადი? ამიხსენეთ, რატომ უნდა იყოს ფასიანი სადგომი? აი ახლა შენ ცხოვრობ ფიქრის გორაზე, შენი ქუჩა საერთოდ ჩიხია. გახაზულია ყველაფერი და ფასიანი გადასახადებია, რატომ? რატომ? რომ ბიუჯეტმა მორიგჯერ გამოძალოს ხალხს ფული? ნუ თუ ჩვენ ვერ გავიგეთ რომ ეს პარკირება ფასიანი არსად არ უნდა იყოს გარდა ცენტრალური ქუჩებისა, ესეთი არის სულ 4-5 ქუჩა, მაგალითად რუსთაველის გამზირი და გარდა იქ სადაც სახელმწიფო შენობებია ან სამედიცინო დაწესებულებებია. დანარჩენი ყველგან კი მონიშნული უნდა იყოს, წესი უნდა იყოს დაცული რომ მანქანები კარგად იდგეს, მაგრამ არანაირი გადასახადი და არანაირი რეგისტრაცია საერთოდ არ უნდა იყოს. ეს არის ადამიანების კორუფცია და ადამიანებისგან ფულის გამოძალვა. რასაც თვითონ ქართული ოცნება ეწინააღმდეგებოდა და იძახდა რომ მე რომ მოვალ ამას გავაუქმებო. დათვალიერებაზე დათვალიერება ეს საერთოდ კატასტროფაა. ეს არის პირდაპირი მაფია და პირდაპირ ფულის მოპარვა მოსახლეობისგან.
ტექდათვალიერება რატომ უნდა იყოს სააკაშვილმაც კი გააუქმა ტექდათვალიერება. ყველა მიცის რომ ეს არის ტყუილი. ადამიანებს შარს ეძებენ რომ ფული გამოძალონ. ეს ტექდათვალე ამაზე მეტი აი ამაზე დიდი კორუფციული ნათელი წყარო ძნელი მოსაძებნია. და თანაც რა ხდება, ვითომ უნდათ რომ ტექნიკურად გამართული მანქანები დადიოდეს ქალაქში და ამ დროს მაინც ცვლიან ამაგრებენ ყველაფერი ტყუილია. ყველაფერი ტყუილია. და მერე ისე ძველი მანქანები დადის ხალხი. აი მაგალითი ორი ფულის გამოძალვის. ეხლა ვილაპარაკებთ კი ბატონ ზარს უპასუხოთ და გამარჯობათ პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. იცით რა ძალიან მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. იმიტომ რომ მე დიდი ხანია ვამბობ საქართველოს უკვე ებრაელებმა იყიდეთ მთლიანად ყველაფერი, აი ყველაფერი. მე ვიცი ეს ამბავი დიდი ხანია და არ ვიცოდი თუ სასომხეთის ამ დღეში იყო. აქ ყველაფერი ნაყიდია ებრაელებს. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობთ. გადავიდეთ კიდევ დაუბრუნდეთ ესე იგი ჩვენ ტექდათვალიერება, პარტირების სისტემა, ეს არის წურბელები ჩვენი ხალხის კისერზე. რა თქმა უნდა წურბელებია. მარტო ეს არა. ყველაფერი რაც გარშემო ხდება. ის რომ ნახეთ ყველაზე მთავარი მინდა კიდე ნახეთ ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე რომ უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ყველა მთავრობა, ყველა ხელისუფლებები ერთის მხრივ ამას ამბობენ და მეორეს მხრივ მიზან მიმართულად ხდება სწორედ ადგილობრივი წარმოების მოსპობა და განადგურება. იმიტომ რომ იმ ადგილობრივ წარმოებელს ბაზარი თუ არ ექნა ერთჯერადად გამოუშვა ქართული მურავა, მაგრამ თუ ამ მაფიოზურმა ქსელმა სუპერმარკეტების ეს არ შეუშვა, თუ ამას ბაზარს არ გაუხსნი. იცით რა? არის ეგეთი ცნება, რომელსაც ქვია საზოგადოებრივი სიკეთე. ესეთი ცნება არსებობს. სხვა შორის საბჭოთა პერიოდში კომუნიზმის დროს ამას ერქვა სიკეთე ხალხისთვის. და დასავლეთში ქვია საზოგადოებრივი სიკეთე, აი public goods. ყველაზე ალბათ სწორი თარგმანი ეს არის. ქართულად საზოგადოებრივი სიკეთე. public goods არის საჯარო სიკეთეები. შეიძლება ესე გადაითარგმნოს, არ ვიცი, საჯარო სიკეთეები. რა არის ეს? მაგალითად გზა. გზა არის საჯარო სიკეთე, რომელიც სხვათა შორის უნდა იყოს უფასო. და თუ სადმე იქნება ფასიანი გზა, აუცილებლად უნდა არტებოსებობდეს ალტერნატიული უფასო გზა და თანაც ეს ალტერნატიული უფასო გზა არ უნდა იყოს მასზე ორჯერ უფრო დიდი. გესმით? თქვენ შეიძლება აირჩიოთ ფასიანი გზა, რომ საცობებს აარიდოთ თავი, მაგრამ ანალოგიური თითქმის იგივე მოცულობის უნდა არსებობდეს შეიძლება ადეკვატურ ფარგლებში უნდა არსებობდეს აუცილებლად უფასო გზა. გზა ეს არის საჯარო სიკეთე, საზოგადოებრივი სიკეთე. ბევრს არ ესმის, რომ საჯარო სიკეთე შეიძლება მფლობელი ყავდეს კერძო პირიც. მაგალითად ავიღოთ რომელიმე მაღაზიის ქსელი, ვთქვათ Carrefour-ი. Carrefour-ი ეს იმდენად დიდი ქსელია მაღაზიების, ან კიდე არის ვთქვათ Libre, კიდე რაღაც ბევრი ქსელებია. ესენი საზოგადოებრივი სიკეთეა, საჯარო სიკეთეა. მე რა რო კერძო პირები ფლობენ, არავითარ მნიშვნელობა ამას არ აქვს. საჯარო სიკეთე და საზოგადოებრივი სიკეთე სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული უნდა იყოს ეს ქსელები. არ შეიძლება ეგონოს რომელიმე მაღაზიის ქსელის ფლობელს, არა აქვს მნიშვნელობა ამას Carrefour-ია თუ რა, რომ რასაც უნდა იმას იზავს. მე რა რომ მისი საკუთრებაა. ეს საკუთრება კი მისია, მაგრამ ხალხისთვის არის. პირობები ერთნაირი უნდა იყოს. არ შეიძლება მას ეგონოს რომ ის შექმნის კომისიას და ეს კომისია იტყვის, რომ აი შენ მაგალითად მე შენ ლუც არ შემოგატანია. შიდა კომისია ხაზი. ხო, ეხლა რა ამ მაღაზიებში არის შექმნილი შიდა კომისიები. ეხლა ჩვენ ლუტთან აფერი შეხება არ აგვაქვს, მაგრამ ან არის ხალხი, რომელსაც აქვს გადასარევი ღვინო, არის ხალხი, რომელსაც აქვს ლუდი. ვერ შეაქვს ამ მაღაზიებში. იმიტომ რომ იქ შიდა კომისიაა და ანალოგიური ვითარება ეხლა ობიექტივი
მხარს უჭერს საინფორმაციო მხარდაჭერა აქვს დუქს ნაპოლი არის ერთ-ერთი ყველაზე პარტნიორები არიან საუკეთესო მართლა ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანსაღი ენერგეტიკული სასმელი აქვს მაღაზიების ქსელში ვერ შეაქვს სადაც არ მიდიხარ რაღაც კომისია რომელიც გეუბნება არა მე შენ ვერ შემოგატანიებ მე ძალიან ბევრი მაქვს სხვა კაცო გესმით რომ მაფიაა ეს ყველაფერი ადამიანები წარმოებლები ადგილობრივი ანშა ვერაფერს ვერ აკეთებენ ამ მაღაზიებში კაცი ჩვენთან მოდის ხალხი ახლა რომელიც გვიზიარებს ამ აზრებს საუკეთესო ხორცი აქვს ღორის ხორცზე მუშაობს ერთ-ერთი კომპანია იყო ჩვენთან მოსული ამაზე უბრალოდ საუბარი იყო მაღაზიებში ვერ შედის მაღაზიებში ვერ შეაქვს რატო იმიტომ რომ ყველანაირ წინააღმდეგობას უქმნიან და ეს ქსელები ახლა იწყებენ თვითონ სრულ მონოპოლიას ქმნიან თვითონ აწარმოებენ ქსელი ხო აქვს გასაყიდი ახლა ყველა პროდუქტს თვითონ ქმნის ის არ ყოფნის ის უზარმაზარი ფული რომელსაც შეულობს 30%-იანი მინიმუმი ზემოდან ფასტამატი აქვს კიდია ფასტამატები ქეშბექი ну მოკლედ ორჯერ ზვირად ყიდულობ თქვენი პროდუქტს რაც იზღირს მაგრამ ეხლა ის პროდუქტი თვითონ უნდა რო აწარმოოს აი 20 ლარად ყველაფერში უნდა რო შექმნას მონოპოლია 20 ლარად რო ხორცს ყიდულობს ჩვენი მომხმარებელი 10 ლარად შეუძლია იმის ის ხორცი რეალურად ღირს 10 ლარად ზუსტად ამას გეუბნები ჩვენთან აიყო მოსული თქვენი კომპანია 10 და 50-დან აქ ფასით 13 ლარამდე და ეს ხორცი 20 და 25 ლარი ღირს ბოლოს აი ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ და ხელისუფლება აქ არანაირად არაფერში არ მონაწილეობს საერთოდ ეს არაინდ პირიქით ხელისუფლება სურს რომ ჩვენ ვიყოთ მონობაში და ყმობაში აი ამ დიდი ბიზნესებისა იმათ დაუძახებს ეთქვით აბა ფული მოიტანეთ მიიტანენ ჩაურიცხავენ კიდევ ვამბობ ჩვენ სულ ვიმეორებთ ერთ წინადადებას ეს არის ხელისუფლება რომელიც ქმნის ფეოდალურ წყობილებას საქართველოში შექმნა უკვე შექმნა ეს წყობილება და გამოფხიზდით ხო ხალხო გამოფხიზლდით ეს არის ხელისუფლება რომელმაც შექმნა ფეოდალური წყობილება ჩვენ ქვეყანაში ფეოდალები არიან ამ ხელისუფლების მინისტრები ამ ხელისუფლების დეპუტატები ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები თუ სხვები და მოსახლეობა არის როგორც ყმაგლეხი რომელიც აი ამათ ტყვეობაშია მოქცეული და ნუ თუ ეხლა ამდენი წლები საქართველოს იბრძოდა იმისთვის რომ ესეთ წყობა აშენებულიყო არ შემეძლია არ დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა თედო აბრამოვის თემით ეს არის აქტივისტი რომელიც დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოდა გაათავისუფლა რაც თავისთავად არის ძალიან კარგი მაგრამ ეს ახალგაზრდა ადამიანი 8 თვის მანძილზე საკმაოდ მძიმე ბრალდებით იჯდა ციხეში და მუდმივი პატიმრობის მუხლი ჰქონდა წაყენებული ეხლა დღეს სასამართლომ გამოიტა უდანაშაულოდ ცნო ნახეთ და გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. და რა კომენტარს აკეთებს ამაზე ბატონი პრემიერ-მინისტრი? ანუ რა მინდა რომ თქვა 8 თვე ეს ახალგაზრდა ადამიანი ანუ უდანაშაულო იყო და იჯდა ციხეში, ხო? კაცი იჯდა ციხეში, ესე იგი არაფრის გამო სრულად უდანაშაულოდ, რახან სასამართლო მისცნო უდანაშაულოდ, რა მიზეზით იჯდა? მიზეზი გამოდის რომ შეთხზული იყო. რატო იყო შეთხზული? პოლიტიკას უკავშირდებოდა რა კომენტარს აკეთებს ამაზე ხელისუფლება და ბატონი პრემიერ-მინისტრი ეს არის საინტერესო ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი აქტივისტი მახვილაძე იყო არგია რომ გამოუშვეს ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ მაქსიმალურად ყველა უნდა გაანთავისუფლონ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში მაქსიმალურად ყველა ეს ადამიანი უნდა გაანთავისუფლონ იქ უდიდესი ნაწილი საერთოდ არანაირ დანაშაულში არაა და ის რომ ადამიანი სადღაც რაღაც პროტესტს გამოთქვავს აქვს ამის უფლება ეს ხალხი უნდა იყოს განთავისუფლებული. კარგია რომ ამ გზით წავიდნენ, მაგრამ ცუდია რომ არ ესმით, რომ ადამიანები უდანაშაულოდ იჯდნენ, ხვდებიან კი ამას და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე ყველაფერზე, რომ ხალხი უდანაშაულოდ იყო ციხეში. 8 თვე შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს არის არაფერი. როგორ არა ბაბა თვითონ დაიჯდეს 8 თვე. ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში ეს 8 თვე არის ძალიან დიდი დრო. თვითონ ჩაჯდეს 8 თვე, რომელსაც გონია რომ არაფერი არა 8 თვე. მაგრამ კიდევ ვიძახი, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე ყველაფერზე? ვინ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას? ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, რომ საჯარო მოწოდება გავაკეთეთ, რომ რაც უკვე გავაკეთეთ ბევრჯერ, ყველანი გაანთავისუფლეთ. ეს ძალიან სერიოზული რთული პროცესებია. და ამას სერიოზულად უნდა მიუდგეთ და
რაღაცა ზერელე შეფასებები ვიღაცა რო ცდილობს კიდე სადღაც შეუძურეს ქართულ ოცნებას და რაღაცნაირად მისი გული მოიგოს და იძახის თქვენ რა ნაცების ხარეს გადახვით კაცო მე ნაცებს ვებზოდი და დავამარცხე არავის ხარეზე არ გადავსულ ვარ მაგრამ თქვენ თვითონ იყავით ნაცების ხარეზე გუშინაც ნაცები იყავით დღეს ამ ხელისუფლებას უძურებით და სინამდვილეში პარალელურად მართლა ნაცები ხართ კიდე აი ამ სისულელეში ვცხოვრობ ჩვენ. და ვინ არის ამ ხელისუფლების 70%-ზე მეტი ნაცები? აბა ვინ არიან, რა თქმა უნდა ეს. წარმოიდგინე რა უზნეო ხალხია. დარდით და ნერვიულობით დაიხოცა მაგალითად მეჭიაური, რაც მეჭიაურს გაუკეთეს თიანეთში სამაგალითო დასჯა იყო ესა. და ზოგი კიდე მოიკვეთეს კიდე ვინც მებრძოლი ხალხი იყო და კიდე თითის გაშვერა საკუთარი თავისკენ გაიშვირა. რა საერთოდ ერთი რამ უნდა გვესმოდეს კაცო. ჩვენ არ შეიძლება ჩვენი ახალგაზრდობა გძულდეს. პირიქით, ჩვენი მიზანი არის რომ ეს ახალგაზრდობა ჩვენკენ იყოს მობრუნებული და იზიარებდეს ჩვენ პატრიოტულ აზროვნებას და მისწრაფებებს და არ იყოს გაბოროტებული და არ იყოს მომხრე და გამზიარებელი იმ ფსევდოლიბერალური აზრებისა. და ზუსტად ამას ვლაპარაკობთ ჩვენ. და ეს უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას და არა და ვერ გააკეთა და ეხლა რაღაცა პატარა გამოფხიზლება ხდება, მადლობა ღმერთს, რომ რაღაც გამოფხიზლება ხდება. დიდი მადლობა ბატონ დავით. ჩვენს ტელემაყურებელს მინდა უთხრა რომ დღეს მე არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ გამის ეთერში, საღამოს ეთერში კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ დროებით. ნახვამდის.